ინგა მეც მადლობა მოლოცვისთვის, შობის მოლოცვისთვის და ძალიან დიდი დღესასწაული გვაქვს დღეს და გილოცავთ თქვენ ყველა TV პირველის ტელემაყურებელს ულოცავ და ყველა ჩვენს თანამემამულეს ქართველს საქართველოში და საზღვარგარეთ ამ შესანიშნავ დღესასწაულს და ახლა ამ საკითხზე ასეთი ფიქრი მაქვს, ვიცით რა არის, ძალიან ძნელ ვითარებაში ვართ და ვახსენებ ხომ ერთ ძალიან კარგ წიგნს ნობელის ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატების, რომელსაც ვიწრო კორიდორი ქვია. და ვიწრო კორიდორი არის ერთი მხრივ ქაოსს შორის და მეორე მხრივ ტირანიას შორის და ჩვენც ახლა აი ამ მოცემულობიდან, ამ სირთულიდან რომ გამოვით, ანუ რა მდგომარეობა გვაქვს. ბატონ ივანიშვილი მთელი ძალით ცდილობს ტირანის დამყარებას საქართველოში. შავზე გვეუბნება თეთრიაო და ეს დაიჯერეთო, მიიღეთო და მე დამიჯერეთ, მერწმუნეთ და 2028 წელს ევროკავშირში შეგიყვან და ასე შემდეგ. ჩვენ უკვე ვნახეთ ეს ადამიანი რომ იტყუება და დავწმუნდით რომ მისი დაპირებების ფასი ის ქაღალდით აღის, რაზეც ეს წერს. ხა მეორე მხარეს შევხედოთ. როგორ შეგვიძლია ეს ადამიანი შევცვალოთ? მან ისე მოაწყო ვითარება რომ მისი დღევანდელი კანონების შეცვლა არის ძალიან ძნელი. ერთადერთი გზად რჩება, ნორმალურ გზად რომ ჩვენის თავად დავარწმუნოთ ცვლილების საჭიროებაში. დავარწმუნოთ რომ მან უნდა ჩაატაროს არჩევნები და გამოუშვას პოლიტპატიმრები და კიდევ ბევრი სხვა რამ გააკეთოს. ჩემი აზრით, ასევე პასუხი ვაგებინოთ თუნდაც იმ მოძალადეებს, ვინც ახალგაზრდებს ცემა და ქართველი ახალგაზრდები დაასახიჩრა 300-ზე მეტი აწამა და ასე შემდეგ. სულ მცირე. შეიძლება მე დავწონოთ ღირს თუ არა ძალიან მკაცრი პასუხისმგებლობები და იქნებ გვერჩინოს გულმოწყალება იმისთვის რომ ქვეყანა უკეთეს ადგილას გავიდეს, მაგრამ არჩევანი ასეთია. ან რაღაცა ძალადობა, რომელიც ქაოსში გადაიყვანს ქვეყანას. ჩვენთვის საუკეთესო და ეხლა დავარწმუნოთ, თქვი ეს სიტყვები, ხო? რო დავარწმუნოთ, რა არწმუნებს ადამიანებს არწმუნებს რაღაცა კეთილგონიერება და სამართლიანობის შეგრძნება, ან არწმუნებს ძლიერი ძალის წინაშე ფიქრი რომ სხვანაირად მირჩევნია. ჩვენ ეს მე ერთი მოქალაქე ვარ, არა მაქვს ასეთი ძალა. ვუყურებ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი საზოგადოებას ძალიან ძლიერ თავდადებას აჩენს. გააზრებული აქვს ათასობით ქართველს, რომელსაც მე ვიცნობ და პირდაპირ ვიტყვი, ბედნიერი ვარ რომ ბევრ ადამიანს ვიცნობ, ბედნიერი ვარ რომ ამდენ კარგ ადამიანს ვიცნობ და რუსთაველის პროსპექტზე კიდევ უფრო მეტი გავიცანი, დიდი ხანია იქ ვარ 1999 წლიდან სხვადასხვა პროტესტების მონაწილე და მე ასეთი არ მინახია ჩემი ცხოვრების მანძილზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ არა გვაქვს არც იარაღი, არც იარაღის გამოყენება გვინდა რომ გქონდეს, იმიტომ რომ ეს ჩვენს მორალურ პრინციპებში არ ზის, პირადად ჩემში ყოველ შემთხვევაში. ჩვენ როგორ შეგვიძლია, ძალა არა გვაქვს ფიზიკური. გვაქვს მორალური რაღაცა ძალა, რომლითაც შეგვიძლია რომ უთხრათ ადამიანს სიმართლე, რომ შენ მოხვიდი ბევრი დაპირებებით, ბევრი რამ აიღე შენ თავზე და გაგვიმტყუნე ეს დაპირებები, ვერ შეასრულე და უფრო მეტიც ჩვენ ვხედავთ რომ არც შეგიძლია და არც გსურს ამ გზაზე პირიქით უფრო ბევრ ცუდს აკეთებ. ცრუობ, დეზინფორმაციაში გვახვევ, ადამიანები აწამე, სამართალი მოშალე, მიისაკუთრე სამართალი, სიხარბით ყვნი და ასე. ჩვენი სულის მორალურ დეგრადაციას ახდენ. ხელებს აფათურებ უფლის ტაძარში და ცდილობ ჩვენ ისედაც ცოდვილები ვართ ყველანი და დეგრადაციას ახდენ ისეთ ინსტიტუციების, რომლითაც ჩვენ გვწამს. ეს როგორი საქმეა? ხო და ასე ესე იგი რა შეიძლება როგორ შეიძლება გამვითარდეს მოვლენები რამენაირად ძალადობით რომ მოვიშოროთ ეს ადამიანი ამას მოყვება ძალიან მძიმე მტკივნეული შედეგები ჩვენ ეს უკვე ვნახეთ 90-იან წლებში და არ გვინდა ასევე არ გვინდა ტირანია ტირანიას ქართველი ერი ვერ გადაიტანს ხა რატო ვერ გადაიტანს ისედაც მცირე რიცხოვანი ვართ რომ გახვიდეთ საქართველოში ახალ სოფლებში ახალგაზრდებს ძნელად იპოვნით პერსპექტივა ახალგაზრდებისთვის საქართველოში არის ძალიან ცუდი და ფაქტობრივად ისეთ ქვეყანაში რომელსაც ბატონ ივანიშვილი ქმნის გამოდის რომ შენ სიცრუე უნდა დაიჯერო თავი მოიტყუ
ასეთ ქვეყანაში ვერ იქნება ხელოვნება. ასეთ ქვეყანაში ვერ იქნება მაღალი მეცნიერება. რა შეიძლება ადამიანის ორიენტირება იყოს, ანუ ქრისტიანობაც შეიძლება აი თქვა განდეგილებისთვის მხოლოდ, ანუ ვინც ჩაიკეტება და უფალს იწამებს, მაგრამ მეორე მხრივ საერო პირებისთვის, ვინც მორწმუნეები ვართ, ჩვენთვის ძალიან ძნელი იქნება, იმიტომ რომ მე სიმართლეზე თვალი უნდა დავხუჭო და სიცრუე ვიწამ. ან იდეალი რა შეიძლება იყოს, ჩემი ქვეყნის კეთილდღეობა მინდა, იდეალად დავხედავ, რომ ქვეყანა იშლება. როგორ უნდა ვიცხოვრო ასეთ ქვეყანაში? საზოგადო წასვლა არ მინდა, იმიტომ არ მინდა რომ მე ჩემი საქართველო მიყვარს და აქ მინდა ცხოვრება და თუნდაც მე წავიდე სადავემალები სიმართლეს ხედავ რომ ჩემი ქვეყანა ლპება, ჭკნება და იშლება, ხომ? ამიტომ ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალია ეს ადამიანი თვითონ დავარწმუნოთ ამაში რომ მას ეს სულილება აქვს. ეხლა ჩვენ რა ძალა გვაქვს? ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან დიდი მორალური ძალა. გაგახსენეთ მე თქვენ ფილმს მონანიება. ანუ ჩვენ თაობის ადამიანებს ნანახი გვაქვს და ბევრ ახალგაზრდასაც ეს ფილმი ნანახი აქვს. თენგიზ აბულაძის შესანიშნავი ქმნილება და იმ ქმნილებაში არის ერთი ქალი, რომელიც თხრის მკვდარს და არაფერი ძალა აქვს იმ ხალხს დააპატიმრებენ და ფარსი პროცესი არის, ისეთივე ფარსი პროცესი არის, როგორც ჩვენი სასამართლო აქცია. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისი, ძალიან კეთილსინდისელი და სრულიად ძლიერი მოსამართლების გარდა უმრავლესობა არის ტყვე ამ სიტუაციის, ზოგი პროაქტიული, როგორ თქვა, სიდამპლეშია თვითონ კორუფცია, რასაც ნიშნავს ამაში, გინათ ფულიან ან შიშიან ან ძალაუფლებიან კორუფციაში და სამართალი მომსპარია, როდესაც ეს პოლიტიკურ საკითხებს შეეხება ან ივანიშვილის და მისი ძალიან ვიწრო კლანის ინტერესებს შეეხება. შესაბამისად, ის ქალი უძლურე, ისეთივე უძლურები ვართ ჩვენ დღეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მორალური ძალა და ჩვენ არ ვიცი, მე არ ვიქნები, სხვა იქნება. ეს არის დოკუმენტი, როდესაც ჩვენ გავაფრთხილეთ ეს კაცი, რომ ჩვენ გვებრძვი, გვანადგურებ. ჩვენ ხედავთ შენ, ეს შენ ხარ ახლა ბოროტების წყარო და გიცნობთ, შენ გიცნობთ ვინ ახარ. მე ეს მარტო არ შემიქმნია ეს მიმართვა. ბატონი, ხო, ანუ ეს უნდა მეკითხა, ანუ ვინ არიან ადამიანები და როგორ ხდება ამ მანიფესტზე ხელმოწერა, რა რაოდენობის ხელმოწერებს ელოდები და მე რა ხდება უგზავნით ივანიშვილს პირადად? რა პასუხს ელოდებით, რა რეაქციას მისგან? კარგი კითხვა. პირველ რიგში, ანუ ეს ქალი ამბობს, მაინც ამოგთხრი. მე ვამბობ ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში, რა ვიცი, ხა ქართველი ერი ამბობს, ეხლა მე კი არ ვიჩემობ, რომ მე ვარ ქართველი ერი. 40 ისეთ ადამიანს ვესაუბრე, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან ქართველი ერის წარმომადგენლები და ეს ადამიანები არიან ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანები სულიერად და თავისი დამსახურებით ქართველი ერის წინაშე, რომ მათ ეს ეთქმით. ამ ადამიანებისგან ავიღე კონსულტაცია, რაიმე ზედმეცხოვრო ამბობს, ზოგმა ერთი გამისწორა, ზოგმა მეორე, ანუ ეს არის ჯგუფური ნაშრომი, სრულიად სხვა ვერსიით ეს დაიწყო. შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ, ცივიწყალი გადამავლეს, შემდეგ სრულიად ახალი ვერსიის წერა დავიწყე, ერთს ვკითხე მეორეს და ესე ჯგუფურად შეიქმნა. შემდეგ ერთ ძალიან კარგ ფსიქოლოგს დაურეკე. ხო, ამ პროცესში მე 5 ადამიანს ვესაუბრე ღრმად, რომელიც ღრმად იცნობს ამას პირადად ბატონ ივანიშვილს და მასთან ნამუშევარ. მე თვითონ დიდი ხანია ვაკვირდები ამ ადამიანს და ბევრ ანალიზს ვაკეთებ მის შესახებ, მისი ქცევის შესახებ და მისი мотиваციების შესახებ, რა არის მისი მამოძრავებელი ძალები. ხო, შეიძლება ვწებოდი ზუსტად ძნელია წაიკითხო, მაგრამ საკმაოდ კარგი დაკვირვება მაქვს და ანალოგიებსაც უყურებ. მე დიდი ხანია ბავშვობიდან მაინტერესებდა პოლიტიკური მეცნიერება და ძალიან ბევრი მაქვს ნაკითხი, როგორ იმართება ქვეყნები და შესაბამისად ამ დაკვირვებებით მივედი დასკვნას, რომ ერთ-ერთი გზა არის, რომ ადამიანს დავანახოთ მომავალი, რომ შენ ადრე თუ გვიან არა გაქვს დიდი თამაში, შენი სახელი როგორ შევა ისტორიაში ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მეორე, თუ ძალიან გამწარდება ეს ხალხი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობები შეიძლება დაგიდგეს ფიზიკური და სარისკოა, ანუ იყო კადაფის მაგალითი, იყო სადამ ჰუსეინის მაგალითი და არავინ არ იცის რა მოხდება, როდესაც ადამიანები ისე მწარდებიან, რომ კარგავენ მოთმინებას. ფინანსური უსაფრთხოება შეიძლება, რა ვიცი, ხა ქვეყანას ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალები მიადგება და ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი მე ამ ზარალებზე. ეს არის გაფრთხილება, სიყვარულით გაფრთხილება. მე პირადად ამასაც ვიტყვი, ამ კაცს მაინც სიყვარულით უყურებ. ეს არის ქართველი ადამიანი, ძალიან ბევრი შენძლე, უჩვეულოდ ცბიერი, უჩვეულოდ რა ვიცი, მოხერხებული, 1000 ფორმის მიღება შეუძლია და ჩვენთვის ბევრად უფრო სასარგებლო იქნება, რომ ის მიხვდეს და ისეთი თამაში აირჩიოს, რომ თავისი ერის გვერდზე დადგეს და
ის რისკები და შიშები აერჩიოს თუ ის რამეს ემსახურება, ან ზურგი აქციოს თუ რამე კონტრაქტები აქვს გაკეთებული მას წარსულში და ერის გვერდზე დადგეს და ეს ერჩინოს. ვინაიდან ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ადამიანები ხშირად დღევანდელი დღით ცხოვრობენ და ხვალინდელს ივიწყებენ და ეს ცოტა გრძელვადიანია. ქრისტიანული რელიგიაც და ზოგადად რა გვია სულიერი სიმტკიცე აგებული არის დღევანდელის გაცვლაზე მომავალ სიკეთისთვის. ანუ დღევანდელის მოთმენაზე და მომავალში სიკეთის სულის გამტკიცებაზე შესაბამისად ეს შეუძლია მას შეაფასოს. ეხლა როგორ შეიძლება დარწმუნდეს? ეს წერილი მე მას გაუგზავნე პირადად, არ ვიცი ხა წაიკითხა, არ წაიკითხა, ვერ ვიტყვი. ეს საჯარო წავიკითხე, ვიცი რომ 600.000-ზე დიდი მადლობა მინდა უთხრა სხვათა შორის გოგა ხაჩიძეს, დიდი მადლობა მინდა უთხრა დაიტოვეს წინაპრებს, ანუ ვებ-პორტალებს. ამ ხალხმა გააზიარეს ეს მიმართვა და ასე მოხდა რომ 600.000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. ბევრმა ქართველმა ამის შესახებ იცის. მიზანი არის რომ პრინციპში ახლა ბევრი უკვე ნათქვამია რა და როგორ ვთქვათ 10.000 ხელმოწერა ჩაუფიქრეთ მანიფესტზე, ხა ეს თვითმიზანი არ არის რა რომ 10.000 შეიკრიბოს და სიტყვა ნათქვამია და გამოსულია და ეს ვებგვერდზე ინახება და ეს დარჩება. ასე ვთქვათ და ხვალ ვერავინ ვერ იტყვის რომ არ ვიცოდი და რაღაცა. ყველაფერი ნათქვამია. კაფიოთ ხედავ და გეუბნებით ბატონო ბიძინა, თქვენ ამას აკეთებთ, გვებძვით, ხედავთ, გიცნობთ. ამას ვამბობთ. ამავე დროს კარგი იქნება რომ 10.000 ხელმოწერა შევკრიბოთ. რატომ იქნება ეს კარგი? ისიც არის თითოეული, როდესაც ადამიანი ქუჩაში დამდგარი არ შეიმჩნია და ფიქრობთ რომ 10.000 ხელმოწერით შეისმენს თქვენს მოწოდებას რომ დროა წახვიდე? 100.000 ადამიანი ქუჩაში რამდენჯერ გამოსული არ შეიმჩნია ბიძინა ივანიშვილმა და 10.000 ხელმოწერით გაუშვებთ? ორი რაღაცა. პირველი, ძალიან ძნელ მოცემულობაში ვართ და ბევრი რაღაცა უნდა ვცადოთ სხვადასხვა, იმიტომ რომ ალტერნატივები ბევრად უფრო ძვირი და რთულია. ანუ ეს ალტერნატივა რა არის? მე თვითონ ვიმუშავე, ადამიანებს აზრი ვკითხე, რაღაცა თქვა, სადღაც წავედი, მაგრამ არ არის ეს ისეთი ძვირი იმასთან შედარებით, რომ ჩვენ ან ქაოსში აღმოჩნდეთ, ან ტირანია დაგვიმყაროს, ხომ? ეს საქართველოს დაღუპვას ნიშნავს, ერთიც და მეორეს, დიდის არა გვაქვს. რატომ ნიშნავს დაღუპვას, ამასაც ვიტყვი რა. ჯერთი თითოეული ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ძვირფასია და მოდი ეს ვცადოთ და ამ რყევას ადამიანები შეეწირებიან დიდი ალბათობა და იქნება ავიცილოთ ეს ამბავი. მეორე კეთილგონიერებით გადაწყვეტა არ ჯობია ეს არის სათნოება ერთ-ერთი ქრისტიანული კეთილგონიერება სამართლიანობით გადავწყვიტოთ, ხომ? ვცადოთ. ანუ თუნდაც ეს იყოს ფუჭი მცდელობა ნამდვილად ღირს იმასთან, აი ლატარიის ბილეთი ხო მოდი ასე შევხედოთ რა ალბათობაა რომ ნიშნულობა ამას ვამბობ ხო სტუდენტებმა დაიწყეს ბათუმში პროტესტი და შემდეგ ისე გადაედო მთელ საქართველოს რომ გადაკეტილი რუსთაველი აგერ 51 დღეა ხმაურობს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. კი ბატონო. ერთ მომენტს დაუბრუნები, ახლა თქვენ თქვით რომ 100.000-ობით და მეც ვარ იმის მონაწილე, მაგრამ ერთია, როდესაც შენ დგახარ ქუჩაში და ხარ დიდი ბედნიერება ამის შეგრძნება, დიდი მასის ნაწილი, ანუ კარგი მასა ცოტა ცუდად აღიქმნებოდა, ამ შემთხვევაში დიდი ერთობის ნაწილი, როდესაც თქვათ 200.000 ადამიანი შენთან ერთად დგას რუსთაველზე ან რიყეზე. მაგრამ მეორეა, როდესაც შენ ხელს აწერ ამ სიტყვებს და თვალებში უყურებ ივანიშვილს, ამ მომენტში შენ ფიქრობ, ვაი და იმან დაამყაროს დიქტატურა, მე რომ პასუხი მომთხოვს, ეს დიდი გაბედვა არის, რომ მე ამას ვაკეთებ, რომ ხელს ვაწერ და გეუბნები შენ, რომ ეს შენ ახლა მცდარგზაზე დგახარ და სიკეთით და სიყვარულით გეუბნები რომ როგორც ანგრევ და ურევ ამ ქვეყანას შენ თვითონ იპოვნე გზა და გადი 68 წლის ადამიანი ხარ მარტოს გინდა რომ მარტო ახლა რა თქმა უნდა მე 80-ზე მეტი წლისებსაც ვკითხი აზრი მაგრამ 68 წლის ადამიანის და ერთის გონება და იმას დამორჩილებული ყავს მთელი ეს იერარქია ანუ ისი არის მე წიგნი თქვენს მოგიტანეთ ეს წიგნი ინგა და წიგნის დავწერე ამაზე 1 წლის წინ კარგთან ავტორთან ერთად და ასეთი რამე ვთქვით რომ ეს უკვე დამყარებული ისეთი იერარქია რომ ვერავინ ვერ შეეპასუხება მის ნებას ანუ მისი მთელი სახელმწიფო აპარატი თავის ნებაზე ყავს დამორჩილებული ეხა დანარჩენი საქართველოს გატეხვას ცდილობს ხვდებით სულიერად ისინი უკვე მომსპარები არიან სულიერად რასაც ეთქვის ყველაფერს აკეთებენ ვერ ეუბნებიან რომც ფიქრობთ ეუბნებოდა დავალაგებ ამერიკასთან იმას ვიზავ ამას ვიზავ და ფლავდება მაგრამ მაინც ახალ ტყუილებს იძახიან ხვდებით მარტივად აი სულ ცოტა ხნის წინ 20 იანვარს
ტრამპი მოვა დავალაგებთ. უკვე დაიწყეს იმის შემოყვანა, რომ აუ რო არ იყოს რაღაც. ხომ მივხვდით, ასე და ესე უამრავჯერ შეცვალეს. ცხოველთა ფერმის სცენარია. ჯერ იძახის რომ ყველა ცხოველი თანაბარია, მერე მიაწერს ღამე კედელზე, მაგრამ ზოგი უფრო თანაბარია. ხვდებით? ეს ამ სცენარით მოქმედებს აბენა ჩვენ ვონები, ჩვენ შენ გხედავთ. ისე უბრუნდები ადამიანებს. მე მჯერა რომ საქართველოში მოიძებნება 10,000 ადამიანი, იმდენად მამაცი და გონიერი, რომ შეძლოს თვალებში შეხედოს. და აი ამის გაკეთება არის სულიერი გამარჯვება, ამას გეუბნებით. ესეც ერთ-ერთი გამოცდაა. და რამის, როდესაც გეშინია, აი თქვა გეშინია გველის. და რაც უფრო შეხედავ, უფრო შეძლებ ამ შიშის დაძლევას და ბოლოს მიხვდები რომ ეს არაფერი არ არის. ხვდებით, იმიტომ რომ ტვინი გატყუებს. ეს არის ტვინის ცარი ახსნა რეალობის. ეხლა მეორე მხარეა. მოცემულობა ასეთია რომ თუ ივანიშვილი შეძლებს რომ ტირანია დაამყაროს საქართველო განადგურდება და ამის უფრო გეშინია თუ რაღაცა ხელმოწერის გაკეთების რომ ტირანს სიმართლე უთხრა რომ ჩემ ქვეყანას პოპ მე სპოპ ფაქტობრივად მანადგურებ და მე ამას ვერ ბედავ ხა ზოგი ისეთი რავი ზოგს მიაჩნია რომ ეს მიამიტობაა ან მიაჩნია რომ ეს მის სიამაყეზე დაბლა რომ მან უთხრას ეხა რაღაც უფრო თქვენობითაც კი არ უნდა მიმართოს არასდილობიანად უთხრათ მან ეხა შენობა ავირჩიე იმიტომ რომ მე პირადად როდესაც მივწერე თქვენობით მივწერე ამასაც ვიტყვი იმიტომ რომ მე უზრდელობა არ მიყვას უზრდელობა თუმცა სამწუხაროდ რამდენჯერმე მაიძულა რომ ცოტა ისეთი ტერმინები მეხმარა მუტაციას ნამდვილად განიცდის ასე ვხედავ თავისი არსებობის მანძილზე და ესეც მithქვამს მაგრამ საბოლოო ჯამში ქართველ შემძლე ადამიანს ვეუბნები გოსმოდი შენ გვანადგურებ შენს ქვეყანას ანადგურებ ეს საუკუნის ცოდვაა სამარაჯამო ცოდვაა და მოდი გოს რომ შეცვალო თუ არ შეცვლის ჩვენ რა მაინც ვიბრძოლებთ როგორც ვიბრძვით ამიტომ ფიქრობ რომ ცოტა გვაქვს დასაკარგი პირიქით სიმამაცე გამოვაჩინოთ ჩვენი სული გამოვაწვრთოთ შევხედოთ თვალებში და ვუთხრათ მოვაწეროთ ხელი და ვუთხრათ გვებძვი ხედავთ გიცნობთ